ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, თქვენ როგორც შეახერხებდით, განცხადება და უნდა დაიწყოს რა გამოძიება იმ განცხადებაზე, რაც გააკეთებინებთ. ამ დასმული კითხვიდან გამომდინარე არსებობდა პირველი ტალღა, ხო, ზეწოლის? რომელი იყო? მესმის პირველი რომელი იყო? ზეწოლის პირველი ტალღა რომელი იყო? გასაგებია. მე ფიქრობ, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ აქვს და ვერც ექნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს დადასტურებულია უამრავი დამკვირვებლის მიერ. თქვენ გავიწყდებათ, რომ მთელი 1 წლის მანძილზე აქ ჩვენ გვაკვირდებოდა ბატონი თომას სამარბერგი, რომელმაც წარმოადგინა დასკვნა რამდენიმე ხნის უკან. მსგავსი სახის ზეწოლებზე ამ დასკვნაში საუბარი არ არის. თუ ისინი არ ენდობიან არც ერთი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ჩვენ განცხადებებს, მაშინ ისინი უნდა ენდონ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა სფეროში, ბატონ ჰამარბერგს, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თუ მასაც არ ენდობიან, მე უკვე არ ვიცი, ვის შეიძლება ენდონ ისინი. ზოგადად მე კი ხვდები, ვის შეიძლება ენდონ ისევ თავიანთ ლიდერებს, რომლებიც ზოგიერთი გადახვეწილია, ზოგიერთი პატიმრობაში იმყოფება და ერთმანეთს უყვებიან ტყუილებს, შემდეგ გამენ რაღაც თეატრალიზებულ წარმოდგენებს და გუშინ მათ მიაღწიეს მიზანს თავისას თავარს დილიდან მოყოლებული ყველა სატელევიზიო საშუალება თუ თქვენი კოლეგა მედია საშუალებიდან ერთი და იმავეს ამბობდა, რომ თურმე ივანე მერაბიშვილი ვიღაცას გაუყვანია რამდენიმე დღის უკან ციხიდან, მეუყვანია საჯადასრულების დაწესებულების რომელიღაც ადმინისტრაციულ კორპუსში, ჩამოამხეს თავზე არ ვიცი რა, წარადგინეს მთავარ პროკურორთან და ასე შემდეგ. შემდეგ მოხდა ის, რომ ყველა ღამის ეთერში იყვნენ ისინი, შექმნეს ამისგან რაღაც საოცარი სკანდალი. მოკლედ ყველანაირად ცდილობენ, რომ ივანე მერაბიშვილი გადაიქცეს პოლიტპატიმრად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, როლებიც განაწილებული იყო, აი ვინ რომელ ეთერში ამ განცხადების მერე უნდა წაბრძანებულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს დილიდან ცნობილი იყო, რომ ბატონი პოკერია უნდა წასულიყო რუსთავი 2-ზე, ვიღაცა უნდა წასულიყო TV3-ზე, ვიღაცა უნდა წასულიყო იმედის ეთერში და ასე შემდეგ. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ჩვენ ეს გავიარეთ უკვე. ეს უნიჭო დადგმული სპექტაკლები მერაბიშვილის, ბოკერიას და სხვათა შესრულებით. ამიტომ მე არ მგონია, რომ ვინმე ამ სიყალბეს ირწმუნებს და დაიჯერებს. დღეს დილით ბატონმა პრემიერმა გააკეთა განცხადება, თქვენ იხილეთ უკვე ეს განცხადება და რა თქმა უნდა მეც განმეორდები. ყველა საინტერესებს თუ ეს ფაქტი მოხდა პარასკევს ღამე, რატომ გახმაურდა სამშაბათს დილით. იქამდე იყო შაბათი, კვირა, ორშაბათი. მე მგონი ბატონ მერაბიშვილს აქვს ყველა პირობები შექმნილი იმისთვის, რომ მოიხადოს ისე სასჯელი, რომ ეს სტანდარტი მის მიერ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ იყოს იოტისოდენად დარღვეული და იყოს მისი როგორც პატიმრის უფლებები დაცული. ოღონდ კაცრად გაწერილი ჩვენი საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე. მე ხშირად მესმის ჩივილი, რომ მას ხან პაემანის საშუალება არ აქვს, მას თურმე ის უძინელდება, რომ მოგზაურობს და მიბრძანდება თბილისიდან ქუთაისში სასამართლოს თომებზე, მაგრამ ამას ითვალისწინებს ჩვენი პროცესუალური კანონმდებლობა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით არ არღვევს ჩვენ კანონმდებლობას და საერთაშორისო დადგენილ ნორმებს, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის პატიმრებთან მოპყრობის კუთხით. იოტისოდენა არ არღვევს ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და ამიტომ მას ჰქონდა საშუალება იმისა, რომ
მოეწვია თავისთან სახალხო-დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატები, გაეხმაურებინა ბრჭყალებს ეს აღმაშფოთებელი ფაქტი. მაგრამ მან ეს ყველაფერი მოახერხა ქუთაისში, თეატრალიზირებულად ეს ყველაფერი შეფუთა, დადგა, წარმოადგინა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ისე რომ მე ფიქრობ რომ ეს ყველაფერი თვითონ გამოწვეულია და არავის ამისი არ ჯერა და არ სწამს. დიახ. რა თქმა უნდა, არავითარი კომისია საქართველოს პარლამენტში არ უნდა შეიქმნას. საზოგადოებრივი კომისია. კი ბატონო, ჩაერთოს ნებისმიერი ადამიანი საზოგადოებრივი კომისიები უნდა შეიქმნას. მე ძალიან კარგად მახსოვს წინამოწვევის პარლამენტებში ადამიანების მკვლელობის გამო ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიების შექმნას. რამდენიმე შემთხვევა იყო ასეთი, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და ასე შემდეგ. ვითხოვდით პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის საშინელი ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე ეს კომისია არ შეიქმნა. რატომ უნდა შეიქმნას ამ ფაქტთან დაკავშირებით? ანუ რასაც ჩვენ იქიდან ივანე მერაბიშვილი შემოგძახებს, ჩვენ აქედან ქვევრივით უნდა უკან პასუხი ამოვძახოთ და ვთქვათ, რომ კი ბატონო ივანე, ოღონდ თქვენ თქვით და არა მარტო საგამოძიებო კომისიებს შექმნით, არამედ ჩვენ შემოვბრძანდებით თქვენთან საკანში თუ გადგილია და დავსხდებით თქვენთან ერთად ის 150 დეპუტატი. და ერთად მოვიხადოთ სასჯელი, ხო? თუ ახლა ამ ლოგიკას რო გავყოთ, შეიძლება აქამდეც მივიდეთ. ამიტომ მე არავის არ უსურვებ ივანე მერაბიშვილთან ერთად სასჯელის მოხდას, ნამდვილად. ეს ჩვენ გეგმებში არ შედის. მაგრამ არავითარი კომისია საგამოძიებო მით უმეტეს საქართველოს პარლამენტში ამ ფაქტთან დაკავშირებით არ შეიქმნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვენდობით საგამოძიებო სტრუქტურებს. მე ვენდობ მთავარ პროკურორს, მე ვენდობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მე ვენდობ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მე ვენდობ სასჯელასრულების მინისტრს. ერთხმად ყველამ დაადასტურა, რომ ამგვარი ფაქტი არ მომხდარა. მე აქ მოდიოდი თქვენთან შესახვედრად, ისე შევიტყვე, რომ მორიგეობა დაუწესებიათ თურმე მატროსოვის ციხესთან. კი ბატონო, მორიგეონ ეს მათი უფლებაა, კარგად დააკვირდნენ ამ კედლებს, ამ ციხის კედლებს. მე მახსოვს, როგორ გაყავდათ ახალაიას მანიაკებს პატიმრები გლდანის მერვე საპრობილედან. გაგახსენებთ სერგო თეთრაძის შემზარავ ფაქტს, როცა აბსოლუტურად სახსალამათი ადამიანი გაიყვანეს ციხიდან, დააბრუნეს განადგურებული ფიზიკურად და მორალურად. რატომ? თქვენ იცით ხომ რატომ? და ამის გამო რამდენიმე ადამიანს 25 წლიანი სასჯელი აქვს უკვე შეფარდებული და ისინი იხდიან უკვე ამ სასჯელს. ის დრო როცა პატიმრები გაყავდათ, იტაცებდნენ საკნებიდან ჩაბარდა იმ შავბნელ წარსულს, მერაბიშვილის, ახალაიას, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას შავბნელ წარსულს. ეს დრო არასოდეს საქართველოში არ დაბრუნდება. ჩვენ ეს არ გვჭირდება. არავის არ ჭირდება ამჟამინდელ ხელისუფლებაში ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და წარმოუდგენელი. ამას არავინ არ იზამს, სანამდე ქართული ოცნება ამ ქვეყნის სათავეში. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობა. თავად პროკურორში თბილისის მერი გიგი უგულავაც დაიბარეს დღეს ეს ზეწოლის მეორე ტალღის კონტექსტში განსახილველი საკითხია, ხო? დიახ, შემადგენელი კი. ნამდვილად. არის საკმაოდ ძლიერი კანდიდატი მერობისთვის. ეს თქვენ თვლით რომ ძლიერია, მე არ თვლია ეს. არა, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გააკეთა ეს. გასაგებია. კი. კი ბატონო. მე უგულავას მივიჩნევ ხაზინის ქურდად. არც მეტი, არც ნაკლები. 48 მილიონი ლარი თქვენ თბილისელებს ვინც ხართ აქ შეკრებილი, ამოგაცადოთ ჯიბიდან. იგი არის ელემენტარული ჯიბგირი. ჯიბგირი ჩვეულებრივი. თუ არაჩვეულებრივი. ჯიბგირი ავტობუსში იპარავს 5 ლარს, უგულავა მოიპარა 48 მილიონი ლარი. ეს არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, სუბიექტური მოსაზრებაა ჩემი. და ხა უგულავა რომ ხაზინის ქურდია, მე ეს ვიცი უკვე кайხანია. და кайხანია ამას ვამტკიცებ მე. ჯერ კიდევ მაშინ 2007-8-9 წლებში, როცა ის პროექტებს, ეგრეთ წოდებულ პროექტებს ახორციელებდა თბილისში, დაწყებული გმირთა მოედნის პროექტი, დამთავრებული სხვა ყბადაღებული პროექტებით, იგი ზეჭაბუკის ძეგლი, რომელმაც აიწყვიტა ის ჯაჭვები და ბორჯომში ამოყო თავი ერთ ჩვენ ერთ დღეს და ასე შემდეგ.
ისე რომ მე არ მიკვირს ის რომ დღეს არის ბატონი უგულავა საგამოძიებო ორგანოებში მიბრძანებული. არის მასთან კითხვები, ის უნდა დაიკითხოს, რაც არ უნდა ატარონ მიტინგები, ახლა იქ მისმა მომხრეებმა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება აუცილებლად და მისი პროცესუალური უფლებები ასევე არ იქნება დარღვეული, როგორც არ იყო არასოდეს დარღვეული არც ერთი პატიმრის წინასწარ პატიმრობაში ყოფი, თუნდაც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის უფლებები. პროცესი გრძელდება, იცით თქვენ. არსებობს უკვე გარკვეული აღიარებითი ჩვენებები ამ პროცესში, რომელსაც იძლევიან ამ დანაშაულში თანამონაწილე პირები. ეს ძალიან აღშფოთებთ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს, მაგრამ მე აი ვიყენებ ჩემ ამ შესაძლებლობას, მე არა ვარ გამოძიებელი აქ, ამ ამპლუაში არა ვარ, მე მაინტერესებს ქეშად გამოტანილი, ანუ ნახტფულად გამოტანილი ლიბერტი ბანკიდან 35 მილიონი ლარი ავტომანქანის საბარგულით. საწაიღო იგი უგულავა. თქვენ იცით საწაიღო? არა, გეკითხებით, აი ამ ქალაქის მოქალაქეები ხართ, მეც არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. 35 მილიონი ლარი, რომელიც დადგენილია გამოძიებით. ეხლა ჩვენ აქ შევკრიბო ერთად, სულ ყველა. შეიძლება 100 ლარი არა გამოიჩნდეს ჯიბეში. ნამდვილად, ჩემი ჩაქვით. და მაინტერესებს 35 მილიონი ლარი. რანაირად იყო ავტომანქანის საბარგულით გადანელი? ფონდის ხელმძღვანელთან ერთად. და საწაიღეს ეს ფული. არ იცოდა ბატონმა უგულავა ამ ფულის შესახებ? და ესე ლარობით დაუურიგეს მუშებს, რომლებიც თურმე აღდგენით სამუშაოებზე მუშაობდნენ ძველ თბილისში? და რატომ იღებდნენ ბანკომატიდან ერთი და იგივე პირები, მერიის მაღალჩინოსნები, მილიონობით ლარს? როგორ იღებდნენ, რატო იღებდნენ და სად მიქონდათ ეს თანხა? აი კონკრეტულად სვავ ამ კითხვას გავანებოთ საგამოძიებო მოქმედებს თავი. აი ძალიან პრიმიტიულ კითხვას სვავ. სად წავიდა 48 მილიონი ლარი? დის დაურიგეთ ბატონებო? თქვენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, აქტივისტებს, იქეიფეთ. რატო იმართებოდა ფურშეტები ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშზე? ჩვენებები ხომ წაიკითხეთ? შებრძანდით პროკურატურის ვებგვერდზე, ეხლაც გინდათ აქ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჭყალებში და შევიდეთ და წავიკითხოთ ჩვენებები. იმ ქალბატონების, რომლებიც ამ კომპანიების დირექტორები იყვნენ, რომლებიც ამბობენ, რომ დიახაც ჩვენ გვიკავშირდებოდნენ ნაციონალურ მოძრაობიდან, მე გვარები აღარ მახსოვს, მაგრამ ის გვარებს ასახელებს და ამ ფონდის ანგარიშებიდან პირდაპირ ირიცხებოდა ნაციონალური მოძრაობის ფურშეტებზე ფული და რატო ის მეფურშეტეები მერე დადიოდნენ და იქ ლესავდნენ კედლებს? თანხებს იღებდნენ და მერე ლესავდნენ. ხო თქვენ ამის გჯერათ? თუ გჯერათ მე ეს არ მესიამოვნება ნამდვილად, იმიტომ რომ ვფიქრობ გონიერი ადამიანები ბრძანდებით. დიახ. ჩემი სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს თუ მე დავარღო კანონს. და რითი განსხვავდება ჩემგან უგულავა? 2 თავი აქვს, 4 ხელი აქვს, 8 ფეხი აქვს. არა 8 ფეხა რო არის კი ვიცი. ოღონდ სხვანაირი. რითი განსხვავდება ის თქვენგან? აი, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან. არა ჩვეულებრივია? ან სააკაშვილი რითი განსხვავდება? როცა ახლა მივიცი მეორე კითხვა იქნება. თუ უგულავას დააპატიმრეთ, სააკაშვილსაც დააპატიმრებთ? არა, სააკაშვილი როგორ შეიძლება სააკაშვილზე საერთოდ რამის თქმა? ის ხო ოლიმპოს მთაზე აბრძანებული ღმერთია მითოლოგიიდან. სუნცირე, იმ პრომეთეს გავს რომ იაჯაჭო აგერ ჩელუსკინელების ხითან და მე რო გაიპარა ღამე ბორჯომში. აი რატო გონია თქვენ რომ ადამიანი კანონის წინაშე პასუხისმგებელი არ უნდა იყოს? ჩვენ რას ვამკვიდრებთ ამ ქვეყანაში? თუ დემოკრატიას ვამკვიდრებთ, ნებისმიერი ადამიანი, ცაგარეიშვილიდან დაწყებული, უგულავათი დამთავრებული, ერთნაირად აგებს კანონის წინაშე პასუხს. თუ არ ვამკვიდრებთ დემოკრატიას და ვამბობთ რომ არსებობენ ელიტები, რომლებსაც არაფერი არასოდეს არ შეეხება და არსებობენ ჩვეულებრივი მოკვდავები, რომლებიც კანონის წინაშე რა თქმა უნდა პასუხს აგებენ ყველა შემთხვევაში, მაშინ ჩამოყალიბდეთ რა ქვეყანას ვაშენებთ. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ამ განცდით მოხდა იმ დოკუმენტების პარაფირება ვილნიუსში. სხვათა შორის ამას არა მარტო საქართველოს აწერს ხელს, არამედ აწერენ ხელს ევროკავშირის წარმომადგენლები. და ასეთად უნდათ ჩვენ დაგვინახონ და მიგვიღონ ევროკავშირში. მომავალ
წელს იცით რომ ხელის მოწერა შედგება სექტემბრის თვეში ასოცირების ხელშეკრულების. აი, რასთან გვაქვს საქმე? რატომ არ შეიძლება თუ ადამიანმა დაარღვია კანონი, მან კანონის წინაშე პასუხი აგოს? ჩამობძანდნენ კიდევ ერთხელ ჩვენი უცხოელი მეგობრები დარჩნენ აქ ბატონ თომას ამარბეკთან ერთად, დააკვირდნენ პროცესებს, ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას, სხვა მაღალჩინოსნების, თუ იქნება დარღვევები, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას, თუ არ იქნება დარღვეული და ყველაფერი დემოკრატიის ჩარჩოებში და კალაპოტში იქნება მოქცეული და მე დარწმუნებული ვარ, ისაცაც იქნება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები პასუხს აგებენ კანონის წინაშე. დიახ. ახლა ხაჩიძე გვაკლდა ახლა მე წამულგმირად რომ მე შემდეგ ვიღაცამ დაგობრალოს რომ მესამე ტალღა დავიწყეთ ჩვენ ტერორისა ამ ქვეყანაში. მე შემიძლია გითხრათ რომ არასრულ 7 თვეში დაახლოებით იმის შემდეგ რაც ჩვენ მეტრაკლებად დავაკომპლექტეთ ზედამხედველობის სამსახური რომელიც 1 წლის უკან შეიქმნა და იქ კონკურსები დღესაც მიმდინარეობს. რამდენიმე ვაკანსია არის კიდევ დარჩენილი. ჩვენ მოახერხეთ დაახლოებით 9 ლიცენზიანტის შემოწმება. ეს არის მოკლე და გრძელვადიანი ლიცენზიები, გაცემული წინა წლებში. მათ შორის ხაჩიძეს მინისტრობის დროს, სხვა მინისტრობის მმართველობის პერიოდში. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ეს ლიცენზიები არ მოწმდებოდა არასოდეს. რაც მე ძალიან მარტივი დასკვნის გამოტანის საფუძველს მაძლევს, რომ არ მოწმდებოდა ლიცენზიები აბსოლუტურად შეგნებულად. მაღალჩინოსნები ხელსაფარებდნენ ლიცენზიანტების უკანონო საქმიანობას, რამაც გამოიწვია გარემოზე მიყენებული უზარმაზარი ზარალი. მარტო ერთ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, ეს ძამის ხეობაში ერთ-ერთი ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალი აღემატება უკვე 1,200,000 ლარს. რაც არის აბსოლუტური კატასტროფა. ჩვენი ისე დაზიანებული გარემოსთვის ეს მოხდა ქარელის რაიონში მდებარე ძამის ხეობაში, რომელიც ძალიან თვალწარმტაცი და ლამაზი იყო იქამდე სანამდე ეს ჭილყვავები შეესეოდნენ ამ სავარგულებს და ამ კორომებს. დიახ, მე არა ვარ პროკურორი, მე მათ ვერ გამსჯი, არა ვარ მოსამართლე, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იმსჯელონ შესაბამისმა დაწესებულებმა. მე შემიძლია შეგახსენოთ ერთი კვირის უკან სულთა წარმოუდგენელი ფაქტი, რომელიც მოხდა თბილისში, სუპერმარკეტ გუდვილის მდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე, როცა ერთ-ერთმა ლიცენზიატმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეაძლია ქრთამი 30,000 ლარის ოდენობით. იქ ჩატარდა სპეცოპერაცია, ეს ლიცენზიანტი იყო დაკავებული, გახმაურებული იყო კიდევაც ტელეეთერით ეს შემთხვევა რამდენიმე ტელეკომპანიამ ეს ყველაფერი აჩვენა და მინდა გითხრათ აქვე რომ ამ ფულის მიმცემი 30,000 ლარის ქრთამის მიმცემი მოქალაქე გაანთავისუფლა სასამართლო 2 დღის უკან. რამდენი ქრთამის მიცა საჯარო მოხელეს იმდენი ლარი შეატაინა გირაობთ და გამოუშვა სასამართლო სლომათა დარბაზზე. ესეთი სასამართლოები ყავს დღეს ჩვენ საქართველოში, ესეთი მოსამართლეები ყავს. ორი თეთრი რო ვინმეს მიეცა წინა ხელისუფლების დროს ქრთამი ვინმესთვის. მას რას უზამდნენ? 20 წელი ჩასვავდნენ ციხეში. 30,000 ლარი. როცა გადაცა ადამიანმა საჯარო მოხელეს ქრთამი, მამ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს თუ არ უნდა აგოს, ექნება ვინმე განიმარტოს და გამიმარტოს და რატო უნდა იყოს ის გამოშვებული სასამართლო სტომათა დარბაზიდან. მე არა ვარ ინკვიზიტორი, არავის ციხეში მოთავსება ჩემი სურვილი არ არის, მით უმეტეს მეწარმეების ლიცენზიანტების იმუშაონ, გადასახადები გადაიხადონ, შრომითი ადგილები შექმნან, ეკოლოგიას ნუ დააზარალებენ, მაგრამ ეს ხა ყველანაირ ზღვარს ცდება, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. 9 ლიცენზია იყო შემოწმებული, ფაქტობრივად 9 საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის. იმერეთი, შიდა ქართლი. ეს არის ყველაზე უფრო დაზიანებული ორი ჩვენი მიმართულება ტყეების თვალსაზრისით. არის სრულიად შეუწყნარებელი და კატასტროფული მდგომარეობა. თუ ეს ასე გაგრძელდა, მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენ აღმოჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში. აი როცა შემდეგ ხელს ვიშვერთ ჩვენ ხელისუფლებისკენ და ვამბობთ, აი სტიქია და თურმე თქვენ ესე სწრაფად ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემები. თუ დაიძრა ის მთა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ტყეების აბსოლუტური უმრავლესობა 80%-ზე მეტი არის მთიანი და თუ მოწყდა ის ყველაფერი და ღვარცობა დაგვეცა თავზე,
იქნება კატასტროფული მდგომარეობა ამ ქვეყანაში. იმიტომ არის ღვარცოფული მოვლენები გაძლიერებული მთებში და მთიან რეგიონებში, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ეროზიები, გაუდაბნოება მიწების დაწყებული ტყიბულში და ჭიათურაში. აბრძანდით და ნახეთ. მე ხშირად ვსაუბრობ ამ თემებზე და არ მომბეზდება ამ თემებზე საუბარი. იმიტომ რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მერაბიშვილი რას იტყვის სადღაც. და შემდეგ თქვენს რა თქმა უნდა კამერებით ამ ნიუსებს დასდევთ. ეს თქვენი უფლება არის. მაგრამ თქვენი საარსებო გარემო რომ ინგრევა ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში თბილისში, სადაც არც ერთი რეკრეაციული ზონა ფაქტიურად ბატონო უგულოვამ არ დატოვა გაჩეხვის, განადგურების, მოსპობის გარეშე, სადაც სტიქიური მოძრაობებია თბილისელების შექმნილი, რომლებიც ჩუმად დადიან და ხეებს რგავენ და შემდეგ დადიან ნაძირლები და იმ ხეებს თხრიან. ეს თქვენ არ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამით ვინმე დაინტერესდეს. თქვენ არ ინტერესდებით ჟურნალისტთა კორპუსი, მიბრძანდით ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გარშემო. რა ხდება იქ? როცა კორპუსების ქვემოთ არის უამრავი რაღაცა სახელოსნოები გახსნილი, ზოგი საბურავებს აკეთებს, ზოგი ზეთსვლის, ზოგი არ ვიცი რას აკეთებს, არის საშინელი ანტისანიტარია, ყოველდღე შემომდეს მე იქიდან კოლექტიური განცხადებები. უმძიმეს მდგომარეობაში არიან დიდუბის მაცხოვრებლები. რომელი ერთი ზონა დაგისახედოთ? რა ხდება ლილოს ნაგავსაყრელზე, რომელიც აბსოლუტურად ყველა კანონის დარღვევით იყო აშენებული უგულავას მიერ. წადით შეეკითხეთ ლილოს, ნასაგურალის და სამგორის რაიონის სოფლების სხვა მაცხოვრებლებს. როგორ ცხოვრობენ ისინი? ყარს იქაურობა, იქ გაჩერება არ შეიძლება. ბავშვები ეზოში ვერ გამოდიან იმ სოფლებში. თქვენ ეს არ გაინტერესებთ. გაინტერესებთ იმას, რასაც ივანე მერაბიშვილი ამოგძახებთ. აი ეს არის სამწუხარო ძალიან, ხვდებით? ესაც უნდა გაინტერესებდეთ, მაგრამ ჩვენ ხელიდან გვეცლება ეს ქვეყანა ნელ-ნელა და არის უმძიმესი ფონი შექმნილი. ყველგან დასავლეთში, აღმოსავლეთში ავადობა არის გაზრდილი. თბილისი შედის ევროპის 5 მოწინავე ქალაქში დაბინძურების მასშტაბით. ეს იცით თქვენ, თუ არ იცით? საუბრობთ არ იცით. იმიტომ რომ ტექდათვალიერებაა გაუქმებული და რა ოქტანობის ბენზინი შემოდის ჩვენთან და საწვავი კაციშვილმა არ იცის. რა ხარისხის საწვავს ხავთ ჩვენ? და აცლიან მანქანებს, კატალიზატორებს, ანუ დამჭერს იმ მავნენივთიერებების, ყიდიან თურქეთში ამას. ჩვენი უბედური ქართველები, იმიტომ რომ ორი თეთრი იშოუნ. იმიტომ რომ X პილენზია და ვერცხლი შემცვლელია ეს შემაკავებელი იმ მავნენივთიერებების და შემოყავთ მანქანები ფაქტიურად უკვე უმძიმეს მდგომარეობაში ეკოლოგიური თვალსაზრისით. არის უამრავი პრობლემა. მე უკაცრავად რომ თუ ემოციურად საუბრობ ამ თემებზე, მაგრამ ნამდვილად გული მტკივა, იმიტომ რომ იგივე რაც ტყის სექტორში ხდებოდა, ეს უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლევს. მე არ ვიცი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მაგრამ ის რაც მოხდა, იმას ფაქტობრივად ვეღარ გამოვასწორებ ჩვენ. ამას დაჭირდება საუკუნეები, მე ამას გეუნებით პირდაპირ. 200 წლოვანი, 300 წლოვანი ხეებია მოჭრილი აი ამ ხეობაში. მიბრძანდით და ნახეთ. მე თქვენ კოლეგასაც ვესაუბრე და აპირებენ დღეს წასვლას და ნახვას და ნახეთ ერთი რა ხდება. ხარაგაულში წადით რა ხდება. ჭიათურაში, ტყიბულში წადით, ახმეტაში წადით, ბაღდათი ვანში წადით, წალენჯიხა ჭხოროწყუში წადით. გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა შეიძლებოდა საქართველოში? ჩვენ ხო არა ვართ ხეტყის წარმოებელი ქვეყანა. ხეტყის წარმოებელი ქვეყანა არის რუსეთი, საიდანაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს მათ შორის 2 საუკუნის მანძილზე ფაქტიურად შემოქონდა ხეტყე. ეხლა გახსნილია ეს მიმართულება. და ავა თუ კარგად დაიწყება იქიდან შესაბამისი ნედლეული შემოსვლა და ჩვენ ამეთი კომპენსირებას მოვახდინთ ჩვენ შიდა საჭიროებების ხეტყის მასალაზე. არა ვარ ჩვენ ხეტყის წარმოებელი ქვეყანა. არა გვაქვს ჩვენ ესეთი ტყეები. ესეთი კულტურები არ გაგვაჩნია ჩვენ ტყეებში. ჩვენთან არის 400 ენდემური ჯიში მარტო ჩვენ ტყეებში ქართული, რომელიც არსად სხვაგან არ გვხვდება და ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავანადგუროთ. კი ბატონო, გავანადგუროთ და ნახოთ შემდეგ ეს ყველაფერი ერთი დამთავრდება ძალიან დიდი კატასტროფით ყველასთვის. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამას გეუნებით სრული პასუხისმგებლობით. დანარჩენი თქვენ როგორც გინდათ, ახლა შეგიძლიათ მერაბიშვილიზე უფრო მეტი ისაუბროთ, ჩემი ბრიფინგიდან გამომდინარე, ამაზე ისაუბროთ ისევ ნაკლებად. დიახ. ძალიან კაი თუ დაწესდება. ნაციონალური მოძრაობაზე აქ არ არის საუბარი. დიახ. არ დაგიმალავთ და მე ვარ ერთ-ერთი მოთავე ამ წამოწყების. იმიტომ რომ მე მყავს რამდენიმე კომიტეტის წევრი. 14 დეპუტატისგან შედგება კომიტეტი, რომელიც საერთოდ არც საცდომაზე არ ყოფილა. მაგალითად, მე მყავს დეპუტატი ყიფშიძე. ვინ არის თვალით არ ვიცი. დაიჯერებთ თქვენ ამას? აი რო შევხვდეს ახლა შემოვიდეს, ვიფიქრებთ თქვენი კოლეგაა.
შეურაცხყოფას არ ვაყენებ თქვენ პროფესიას ღმერთთან დამიფოროს. უბრალოდ მას მე არ ვიცნობ. სახეზე არ მინახავს ეს ადამიანი. სად არის ის? რა მიწამჩაყლაპა, სად წავიდა? მე იტყვიან მასაც ტომარა ჩამოაცოს და სადაც გაიტაცეს ნაციონალურმა. არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. გავიგე ნიუ-იორკში მუშაობს. ჩემი სამუშაო ადგილი ქუთაისია და აქ ახლა მე ისევ ჩემ სამუშაოზე ვარ, რა თქმა უნდა. რა უნდა პარლამენტის წევრს ნიუ-იორკში? თუ ისიც განათლების მიღებით არის დაკავებული, თუ მოდურია, ხვდებით? ჯერ შეპარლამენტის წევრი ხდები და მე თავში ხელს შემოიტყო და მიხვდები რომ უმაღლეს განათლება არ აქვს. და უნდა ისწავლო აუცილებლად. როგორც გვარამია გააგზავნეს იმის მერაც დაიჭირა ნახევარ საქართველოს სასწავლებლად და იქ დადგა იქ ფელინის სტილში რაღაცა ბადრი პატარკაციშვილზე ფილმები იმის მერე მიხვდნენ რომ მისი ცოდნა უნდა ამაღლდეს ბატონი ნიკა გვარამიას და გააგზავნეს ამერიკაში სასწავლებლად. შემდეგ გააგზავნეს ქალბატონი საჯაია. მერე მიბრძანდა ბატონი ტყეშელაშვილი ადმინისტრაციის უფროსი სწავლობდა. ოღონდ წინა მოწვევის პარლამენტში, მეექვსე მოწვევის პარლამენტში, მე მგონი 3 წელი პარლამენტში მე ეს ადამიანი არ მინახავს. ეს მოდურია, მოხვალ პარლამენტში შემდეგ 13 სადინოთ მიბრძანდები. და ჯერ ისწავლე და შემდეგ გაბედე კენჭისყრა სადმე ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევითზე. მე არ ვიცი რა უნდა ამ ადამიანს შეერთებულ შტატებში, მე უბრალოდ გავიგე ეს. მოარული ხმები მეუნებიან, რომ ბატონი ყიფშიძე საქართველოში არ იმყოფება. სად არის? ვეძებთ ბატონ ყიფშიძეს. გამოცხადდეს კომიტეტის დონეზე, ვემუდარები, ვთხოვ მას, მის ხელმძღვანელებს, გმირებს ჩვენ სწოროპოვარს, ბარამიძეს, ბაქრაძეს, რავი, რომელ ფრაქციაში არ ვიცი ეს ადამიანი. იქ ხო ისინი გაიშალენ. ესე იციან ხოლმე გაშლა, ეხლა როგორც გაიშალენ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სოკოებივით მოამრავლეს. ყიამყრალი ორგანიზაციები, რომლებიც ითათხებიან, ილანძღებიან და იწევლებიან, მეც არაფერს არ აკეთებენ. ეს სტილია ნაციონალური მოძრაობის. მოდით გავიშალოთ, შემდეგ ისევ შევკავშირდეთ. გავიშალოთ, ეხლა ისე გაიშალენ, რომ ვეღარ შეკავშირდებიან. ვერასოდეს მე მაშინ დარწმუნებული ვარ. ისე რომ ვეძებთ ყიფშიძეს. რიგითი რაიანის გადასარჩენად ფილმი ნანახი გაქვთ? ვეძებთ ყიფშიძეს. მე თუ მიმავლენენ ნიუ-იორკში, არ ვიცი ბართ მის სახელი. არ ვიცი ნამდვილად. შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. გამოცხადეს ყიფშიძე, შეუდგეს შრომითი მოვალეობების შესრულებას. არ ვიცი სახელი. ექიმი კაცია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს პროფესია, თავისი, ვიცი, საავადმყოფოს თავარი ექიმი იყო, ძალიან კარგი. მეუნებია რომ წარმატებული ექიმია, კი ბატონო, მე ეს მომწონს. მაშინ წავიდეს და თავის პროფესიაში იყოს წარმატებული. ჩვენ ხელს რატომ გვიშლის? მე არ მინახავს ბატონი ხაჩიძე უკვე, რა ვიცი. დიდი ხანია კომიტეტის დომაზე. ერთხელ იყო წერეთელმა დაგვიბარა სამბავში, დაგვიტოვა ამბავი და გაქრა, აორთქლდა. გამოივლის ხოლმე, დადგება პოსტავს იქ Facebook-ზე. წარმოუდგენელ პოსტებს იქ ღადაობს, ხვდებით, სხდომებზე. შემდეგ გაქრება ისე. მე ისე გამოჩნდება. აი ესეთი ოპოზიცია ყავს ჩვენ საქართველოს პარლამენტში. თქვენთვის ეს სასაცილოა, ჩვენთვის ეს სატირალია ნამდვილად, იმიტომ რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. მე ქვორუმს ვერ ყრიბავ. კომიტეტი ფაქტიურად ვერ მუშაობს. ვერ მუშაობს, იმიტომ რომ სრული შემადგენლობით ნაციონალური მოძრაობა არ დადის კომიტეტის ხდომებზე. მე ჩავატარა წელს 48 კომიტეტის ხდომა. 48 მე არ ვითვლი კომიტეტის ხდომებს, არ დავსდევ რეკორდებს და არა ვარ მე ახლა რაღაც რეკორდსმენი, ეს არ არის ჩემი სურვილი, მაგრამ ნუ გამოვიდა ამდენი ხდომა, რა ვქნათ. მუშაობთ ინტენსიურად, მე მგონი ამდენი ხდომა ერთად არ ჩაუტარებია წინა მოწვევაში მთელი მოწვევის მანძილზე ჩემ კომიტეტს, რაც ჩვენ ერთი წლის მანძილზე ჩავატარეთ. აი მე შემიძლია თქვენ გადმოგცეთ მასალები. ვინ რამდენი ხდომა გააჩნდა ოჯახური პირობების გაუარესების გამო. აი ერთხელ ბატონი ხაჩიძე წერს მე რომ ოჯახური პირობების გამო ვერ დავისწრებს ხდომას. კი ბატონო, შევდივარ მის მდგომარეობაში. შევბრძანდი ხდომათა დარბაზში და ვხედავ, მას აქვს ლეპტოპი გახსნილი. არის წამოსკუპებული თავის წითელ სავარძელზე და პოსტავს ისე. ხვდებით? და მე არ მესმის ოჯახური მდგომარეობა სად გაურთულდა ბატონ ხაჩიძეს. იმ სკამის გარშემო სადმე? აი იმ ტრაექტორია, აი როგორია? გართულება ოჯახში, საით გვაქვს ჩვენ, აი რა ვქნათ? სკამის ქვეშ, სკამის ზემოთ, ჭერზე, სახურავზე, სარდაფში, მაინტერესებს სად გართულდა მდგომარეობა ოჯახური. მე ოჯახი არ მყავს? სხვას არ ყავს ოჯახი? იმ ადამიანებს, რომლებიც უკაცრავდა დაყარეს იქ ქუთაისში 700 საჯარო მოხელე, ჩვენი აპარატის, მათ ოჯახები არ ყავთ? ვინმეს უკითხია ეს ქალები, რომლებსაც 3 და 4 შვილი ყავთ, მიტოვებული, როგორ მოდიან პარასკევს, რომ ჩამოუსწრონ შვილებს სახში? ვინმეს ხაჩიძეს უკითხია ეს? ან ბაქრაძეს, რომელმაც გადმოაბრძანა პარლამენტი, ჯერ დალეცა დარბაზები, შემდეგ წიხლის ყრით აქ ხალხი გამოყარა. უკითხავს ვინმე ეს? მე მგონი არავის, არც მოუკითხი არავის ეს ამბავი. და ეხლა ვაცხადებ რომ მეც ოჯახი მყავს, მეც მენატრება ჩემი ცოლშვილი. მეგობართა წრე, თბილისისანაც გავიზარდა ჩემი უბანი. ზოგიერთს არაფერი არ აკავშირებს ამ ქალაქთან.
მაგალითად სააკაშვილს არასდროს თბილისთან არაფერი არ აკავშირებდა. ძულდა, ეზიზღებოდა შავი ჭირივით. ის თბილისი რომელმაც მოიძულა ასევე სააკაშვილი 7 ნოემბრის მერე. და ის იყო სამაგიერო თბილისისთვის. და ეხლა ადამიანები ხან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხან იმიტომ რომ ავათ არიან, ხან იმიტომ რომ მივლინებაში არიან, ხან იმიტომ რომ სასწავლებლად არიან წასულები, არ ვიცი რა მიზეზებით. არ დადიან სხდომებზე უბრალოდ. აი ფიზიკურად არ არიან იქ. ეხლა მოიდეს შარათ რომ ჯაჭვლიანმა იჩხუბა ბარამიძესთან და ჩვენ აღარ შემოვალთ არასოდეს დარბაზში. ნუ კი ბატონო, ახალი მიზეზი. კიდე სანაძლეოს ჩამოვალ ახლა რომ ჩვენ რიგარეშე სხდომებს ვაწყობთ ახლა 23, 24, 25, 26, 27. ეს წინა საახალწლო დღეებია და ყველას გვინდა ჩვენ ახლობლებთან ამ დღეების გატარება სახლში, ოჯახურ წრეში. ისინი არ იქნებიან დარბაზში. და მოიმიზეზებენ რომ აი ჯაჭვლიანმა სტატია დაწერა, შეურაცხყოფელი ციტატებით სავსე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ არ შემოვალთ დარბაზში. აი რა მეთოდია? ეს რა მეთოდია? გვარბევდნენ, გვიჭერდნენ, გვცემდნენ, გვაწამებდნენ, დარბაზში მაინც შემოვდიოდით და მუშაობდით. და როცა არ შემოვდიოდით, ამას პირდაპირ გეუნებით. ეს იყო უდიდესი შეცდომა მაშინდელი ოპოზიციის. მე მახსოვს მე-6 მოწვევის პარლამენტში ჩვენ 5 თვე დარბაზში არ შევდიოდით. და იმ 5 თვეში ყველა შარიანი ბჭყალებში კანონპროექტი მიიღო იმჟამინდელმა უმრავლესობამ, ნაციონალურ მოძრაობამ. ეს ხდებოდა 2005 წელს. და მაშინდელი ოპოზიციის ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ძალიან დიდი. მე მჭირდება მოპაექრე დარბაზში. ოპონენტი მჭირდება დარბაზში. არა აი ამ სტუდიიდან, უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ არა ამ სტუდიიდან მოპაექრე ჩემთან. იქ დარბაზში მოპაექრე. იქნებ რამეს ვაფუჭებ მე და მითითება მჭირდება და გამოსწორება ჩემი შეცდომის. ესე არ გამოვა საქმე, ხვდებით? არ გამოვა, ეს ჩვენთვისაც ცუდია. ამიტომ მე ჩემ კოლეგებს უმრავლესობიდან მოუწოდებ, მობრძანდით ბატონო დარბაზში. მეც არ მსიამოვნებს ძალიან ბევრი სახის დანახვა, ამას გეუნებით პირდაპირ. ძალიან არ მსიამოვნებს. ძალიან ბევრი მათგანი მაღიზიანებს, მაგრამ ნუ რა გავაკეთო, ეს ჩემი მოვალეობაა, თქვენი სვალდებულება ყველას აქვს. მათ შორის პარლამენტის წევრ გიორგი ზაგარეიშვილს და მე ესეთ ცნობებს სხვათა შორის ოჯახური პირობების გამო სადმე არ მისთვის მოწაფე რო ვიყავი. ძალიან შორეულ წარსულს გეუნებით, აი 80-იან და 70-იან წლებში წარმოიდგინეთ მაშინ მე სკოლაში დავდიოდი ზოგიერთი დეპუტატივით, ახლანდელი დეპუტატივით, რომელიც ახლა სკოლაში დადის. მაშინაც მეთაკილებოდა ამგვარი ცნობების დაწერა. უბრალოდ მეთაკილებოდა, იმიტომ კი არა ძველი ბიჭი ვიყავი. ან რაღაცა არ მინდოდა, სხვანაირად ვაზროვნებდი. უბრალოდ მცხვენოდა, იმიტომ რომ მაშინ უნდა მეცრუა და ცრუობენ ადამიანები. ღმერთმა კარგად ამყოფოთ მათი ოჯახის წევრები, მაგრამ ცრუობენ, როგორც ცრუობს მერაბიშვილი, ისე ცრუობს ხაჩიძე. ნებისმიერი მათგანი, ამიტომ არ ჯერა არავის მათი, არც მერაბიშვილის ჯერა, არც ახალაიასი, არც ბაქრაძის, არც ბოკერიასი, არ ჯერა ბატონო ჩვენ და კაცი მეუნება ოჯახური პირობების გამო ცუდათაურ მიშველეთ რამეო და შევდივარ დარბაზში ზის და პოსტავს Facebook-ზე რაღაცებს. რა უნდა ვირწმუნო ხა მე ამ ადამიანის, მითხარით. აი ეს არის ტრაგიკული რეალობა. ამიტომ მე რა თქმა უნდა ვემხრობი ამ ღონისძიებების გატარებას და სანქციებს.